ჩემი სტუანერი გემა. გამარჯობა, ქალბატონო დივა გემა. რას გვეტყვით? რა უნდა გითხრათ? ესე იგი, დღეს მე ვხსოვ კითხვებს და თან გაირკვევა, რომელი ბავშვი უფრო უყვარს. ეს დაბოლოებული მაგრამ ეგ ბოლოსკენ უფრო რა. აი გაიცან ჩემი ფავორიტი ბავშვი. ხალი შორა მოსახეში. პირველი კითხვა არის ესეთი, რომ აი თქვა მაღაზიაში ვართ რა და მე დავიკარგე მაღაზიაში. რომელ სექციაში დამიწყებდი მოძებნას? შენ ძებნას დავიწყებდი ალბათ კოსმეტიკის განყოფილებაში. აუ ვაფშე არ დავიწყებდი შენ ძებნას. გავაგზავდი შოპინგში თუ მომძებნები. აცებნა ეხლა როდესაც ძებნი ხარ. ჩემთან რომელი მაღაზია ასოცირდება? აი მოჭრელია. გაირკვა რომ მე არ ვუყარ. გონია რომ ძალიან მოგეწონება ეს კითხვა. შენი აზრით რა ფერის აურა გაქვს? ეგ შეკითხვა მე დავუსვი ჩემს ბიჭს. მითხრა რომ შენ ყველაფერი აურა გაქვს. ან ფერადი ვარ ხალხო, ფერადი, მრავალფეროვანი. რომელი სეზონი იქნებოდი და რატო? ყველა სეზონი საერთოდ. ერთი. არ მინდა ეს ერთი რა, ორი მაინც იყოს. აი ერთი ცოტა. აი ვიქნებოდი, კი, ვიქნებოდი აუცილებლად შემოდგომა. ვაიმე, მაგას ვიკრავდი. აი გიჟდები შემოდგომა ისე მიყვარს და აი მეორე სეზონი ის ხასიათის მიხედვით რა ხან ზამთარი ვიქნებოდი, ხან ზაფხული. რომელი სურნელი ხარ? გერლენი ვარ. ნაპოლეონის პარფიუმი ვარ. რომელი სიმღერა იქნებოდი და რატო? Bohemian Rhapsody. იმიტომ ვიქნებოდი რომ აი იქ დედას ეკოსმოს ებზავნის ჩემი სიყვარული, სიცოცხლე, ბედნიერება, ჩემი ცხოვრების მამაკაცი. აი ეგ დედა ვარ მე. მარია, ხო შენ? ის ძიან ცხოვრებაში. იცის ჩემ ქმარმა, არ არის პრობლემა. რა საჭმელი იქნებოდი? მოხარშული სიმინდი. ძალიან მიყვარს და სუში ვიქნებოდი კიდე. წიგნი რომ დაგეწერა შენ ცხოვრებაზე, რას დაარქმევდი ამ წიგნს? აურზაური. როგორი ბანორია, მე კარგ შეკითხოს ვეღოდებო, კარგ პასუხს ვეღოდებოდი. რა კარგ პასუხი ისეც არ ვიცი, იშხიანს. იშხიანი პასუხი რას ნიშნავს? აი იშხიან პასუხს რას ნიშნავს? შენ რას დაარქმევდება წიგნს? შენ წიგნს. ეხლა მინდა გითხრათ, დედას არ უყვარო. ეხლა მინდა გითხრათ, რომ სხვათა შორის ძალიან მალე ნახევარში დაახლოებით ჩემს საკუთარ წიგნს გამოვშვებ, რომელსაც ქვია გემოს ხატვის გაკრეტილები, მაგრამ მე ვიგულისხმე რაღაცა აი უფრო რომანი და რაღაცა ეგეთ ჩემს ცხოვრების შესახებ და აუზაური რა ვიცი, კაი მოვიფიქრე, სხვა დროს შემდგში მიკითხე. კითხვა რომ ახლა ყველა ველოდით. ვინ იქნებოდი ერთი დღით? ტომასი, მარიტა, მე თუ დანიელი და აი რატომ? არც ერთი. არა, აი უნდა აირჩიო ერთი. არ მინდა ეხლა თქვენ მაგივრად ყოფნა. ერთი უნდა აირჩიო. არ მინდა. ერთი. არ მინდა. ერთი აირჩიო. არ ვიქნებოდი არც დეგენერატები ხარ 4 რაკაცო. უპასუხე. არა თქო. უპასუხე. Next. აი ხო ჯანდაბას ალბათ. ესენი ზუსტად იცი რომ არ ვიყო, შენ და მაიტა ვიქნებოდი რა. ერთი. აი ხო რა ხარ შენ წელ პოდკასტ ვიქნებოდი ელენე. არა მარიტაც ვიქნებოდი შენს მერე, იმიტომ რომ მაინტერესებს როგორია როცა ხარ მომღერალი და მღერი და შენს მაგერად ვიქნებოდი, მაინტერესებს როგორია როცა ხარ დეგენერატი სრულიად რა. დეგენერატი არ ყოფნის? შენ დამოჭა. მოიდი მოიჯუჭღლე. აი წადი ადი. წადი ხალო, აღარ მინდა შენი ჩაწერა. Bye. წავიდა, bye.